რიკი და მორტის ყურებისას თვალში საცემია სცენარისტების იუმორი და უსაზღვრო ფანტაზია. ამ ანიმაციურ სერიალში პრაქტიკულად ყოველი წინადადება ძალიან სასაცილო ხუმრობას შეიცავს. გენიალური მეცნიერის და მისი შვილიშვილის ყოველ თავგადასავალს კი თავისი მოულოდნელობებით ნებისმიერი მაყურებლის გაოცება შეუძლია. თუმცა აქ ულევი იუმორის და ფანტაზიის მიღმა რთული არაა გამოგრჩეს მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც რიკი და მორტის ორივე სეზონს ფონად მიყვება. პოპულარულ კულტურაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ხშირად კაცობრიობა ცენტრალური პერსონაჟის ადგილს იკავებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი სამყარო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანების არსებობის მნიშვნელობას გაუსვას ხაზი. ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ადვილია იფიქრო, რომ დედამიწა კოსმოსში ცენტრალურ ადგილს იკავებს. თუმცა მხოლოდ ირმის ნახტომის მაგალითს თუ ავიღებთ, ასტრონომები გვეტყვიან, რომ ჩვენი პლანეტა ცენტრისგან საკმაოდ შორს, აი აქ მდებარეობს. რიკი და მორტი მსგავსი ნაწარმოებების რიცხვს არ განეკუთვნება. აქ თითქმის ყველა სერიაში შეგვახსენებენ, რომ კონკრეტული ადამიანი უკიდეგანო სამყაროს და ალტერნატიული რეალობების ფონზე უმნიშვნელო ვინმეა და მისი გეგმები თუ სურვილები ყოველივე ამის ფონზე სასაცილოდ შეიძლება მოგეჩვენოთ. ამის მიუხედავად, რიკი და მორტის მთავარი მესიჯი ნამდვილად არაა ნიჰილისტური. ის ცხოვრებაში მნიშვნელოვანის ნაკლებად მნიშვნელოვანისგან შეიძლება ითქვას ფუჭი ფიქრებისგან გამიჯნის მცდელობას წარმოადგენს. ამ თემის გასავრცობად მე-20 საუკუნის მოაზრონის ალბერ კამიუს სიზიფეს მითი უნდა მოვიშველიოთ. მითის თანახმად ღმერთმა სიზიფეს სასჯელი უსასრულობის განმავლობაში გორაზე ქვის ზიდვა მიუსაჯეს. ყოველ ჯერს, როდესაც სიზიფეს ქვა გორაზე აქვს, ის ისევ ქვემოთ მოგორავს და გმირის დავალების შესრულებას თავიდან აიძულებს და ეს უსასრულოდ გრძელდება. კამიუ სიზიფეს თანამედროვე ადამიანს ადარებს, რომელიც საკუთარი რუტინული ცხოვრებიდან გამომდინარე ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა მითის განხილვისას კამიუს დასკვნა პესიმისტური არაა. პირიქით ის ამბობს, რომ სიზიფე უნდა აუჯანყდეს მოცემულობას. სიზიფეს ამბოხი ამ საქმის კეთებისგან გამოწვეულ ბედნიერებაში უნდა გამოიხატოს. მისი მიზანი არა დასრულებულ, ან უბრალოდ დაუსრულებელ საქმეში კმაყოფილების პოვნა, არამედ უშუალოდ პროცესში სიამოვნების მიღება უნდა იყოს. სიზიფეს მითის ანალოგიას რიკი და მორტის არაერთ ეპიზოდში ვხედავთ. თუმცა თემა ყველაზე კარგად პირველი სეზონის მერვე სერიაში იკვრება, რომელშიც სამერი გებულობს, რომ ის შესაძლოა აბორტის მსხვერპლი ყოფილიყო. მორტი საკუთარი გაცილებით მძიმე მაგალითის მოყოლით სამერს ამშვიდებს და მოცემული რეალობის მიღებას და უფრო მეტიც ამისგან სიამოვნების მიღებას თავაზობს. Nobody exists on purpose. Nobody belongs anywhere. Everybody's gonna die. Come watch TV. სერიალში არავის ესმის აბსურდულობა რიკიზე უკეთ. მეცნიერზე, რომელსაც ნებისმიერ ალტერნატიულ სამყაროში თუ პლანეტაზე მოხვედრა მარტივად ძალუძს. თუმცა საინტერესოა, რომ ამ ცოდნის მიუხედავად, რიკი, რომელიც ამავდროულად ერთი შეხედვით ცინიკურია და არაფერი აღელვებს, სიცოცხლეში მნიშვნელობას პოულობს. მისი ირონიულობის მიუხედავად, თითქმის ყველა ეპიზოდში ვხედავთ, რომ მისი ოჯახის წევრები, ისევე როგორც მეგობრები, მისთვის ძვირფასები არიან. უფრო მეტიც, მეორე სეზონის ბოლოს ის საკუთარ თავისუფლებას ოჯახის თავისუფლებაში ცვლის. რიკი ხშირად იმეორებს ფრაზას. ეს ფრაზა ერთი შეხედვით აბსურდული და სასაცილოა. თუმცა რიკის მეგობარი ბერდვენი მოგვიანებით ამ ფრაზის მნიშვნელობას ხსნის. Morty, do you know what wubba lubba dub dub means? That's just Rick's stupid nonsense catchphrase. It's not nonsense at all. In my people's tongue, it means, I am in great pain. Please help me. ამიტომ მაშინ, როდესაც რიკი თავს ბედნიერად გრძნობს, ის ამბობს, რომ მას ახალი საყვარელი ფრაზა აქვს. What's that, Rick? I love my grandkids. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ რიკს სიზიფეს მითი ყველაზე კარგად აქვს გათავისებული. როგორც უკვე ითქვა, რიკი გენიალური მეცნიერია და სწორედ ამიტომ მან იცის, რომ მეცნიერებას შეუძლია ახსნას გარკვეული მოვლენები, მაგრამ არ შეუძლია გასცეს პასუხი ზოგად საკაციობრივ კითხვებზე. მაგალითად, რა აზრი თუ დანიშნულება აქვს სიცოცხლეს. თუმცა ვფიქრობ, რიკი მსგავსი კითხვის აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი ამბოხი სიზიფეს მსგავსად თავგადასავლების პროცესში და ახლო ადამიანებთან ურთიერთობით მიღებულ სიამოვნებაში გამოიხატება.